დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ამერიკის უმაღლესი თანამდებობის პირმა ხაზგასმით ამბობ ამას უმაღლესი თანამდებობის პირმა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ არა უშუალოდ მისი, არამედ ზოგადად შეერთებული შტატების პოზიცია გაგვაცნო საქართველოსთან და საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით დაკავშირებით. დააფიქსირა ეს პოზიცია და კერძოდ მან თქვა, რომ ქვეყანამ ტრაექტორია უნდა შეცვალოს და ქცევა თუ საქციელი უნდა გამოასწოროს. თბილისში დარწმუნებული ვარ, დიდად არ ესიამოვნათ მარკო რუბიოს ეს განცხადება. თუმცა მეორეს მხრივ რაც გააწყობდნენ, იფიქრეს თბილისში და ქართული ოცნების წარმომადგენლებმა უკვე გუშინ საღამოს თქვეს, რომ ტრაექტორიის ცვლილებაში იგულისხმება ურთიერთობის ტრაექტორია და არა ქვეყნის ვექტორი, ქვეყნის ტრაექტორია, ქვეყნის მოძრაობა, ქვეყნის დინამიკა. ეს მარკო რუბიოს ეს განცხადება, ამ განცხადებას წინ უძღოდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა ვიზიტი მაისის ბოლოს. მათ ამ დელეგაციის წარმომადგენლებმაც გააკეთეს განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება. მოკლედ, რა ხდება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მოცემულ ეტაპზე? ამას გავაანალიზებთ ჯერ საქართველოს ერთ-ერთ ლიდერთან ნიკოლოზ ხატიაშვილთან, რომელსაც მივესალმები და მადლობას ვეუბნები იმისთვის, რომ ის მონაწილეობს ჩვენს გადაცემაში. ნიკა, მოგესალმები და დავიწყოთ თუ გნებავთ საუბარი, რა ძირითადი რა გზავნილები ჰქონდა მარკო რუბიოს სხვათა შორის არა იმდენად კითხვის, რამდენადაც შეფასების შემდეგ, რომელიც გააკეთა კონგრესმენმა საქართველოს დიდმა მეგობარმა ჯო ვილსონმა. რა თქვა ჯერ ჯო ვილსონმა და უკვე შემდგომ მარკო რუბიომ. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. მოგესალმებით პირველ რიგში, დიახ, სწორედ აღნიშნეთ, ეს შეფასებით ნაწილს ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ ფაქტობრივად მარკო რუბიომ თავის კომენტარში, თავის პასუხში დაადასტურა ჯო ვილსონის ნათქვამი შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია უკვე შეშფოთებულია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, ზოგადად ამ სიტუაციასთან დაკავშირებით და ამან, ასე ვთქვათ, ბოლო პერიოდის განმავლობაში არსებული ნარატივი, რომელიც აქტიურად მუსირებდა ქართული ოცნების მხრიდან თითქოს ეს მიდგომა და ეს შეფასებები, რაც საქართველოში მიმდინარეობდა, ხო, ეს იყო მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაციის, ასე ვთქვათ, პოზიცია. თუმცა გუშინდელი განცხადებით ეს ნარატივი თავიდან ბოლომდე ჩამოიშალა და დადასტურდა, რომ ეს შეფასება და ეს ხედვები საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოზიციასაც ახასიათებს. რაც შეეხება ტრაექტორიის საკითხს, ხო, ანუ ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ ჩვენმა გუნდმა, რომ როდესაც საუბარია ქვეყანაში სიტუაციის გაუმჯობესებაზე, ეს არ არის მხოლოდ დემოკრატიულ საკითხებზე და შიდა პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი. აქ მნიშვნელოვანი არის გეოპოლიტიკური ტრაექტორია და გეოპოლიტიკური არჩევნის საკითხი. ზოგ შემთხვევაშიც კი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკური მიდგომები ზოგადად შეცვლილი არის არა მხოლოდ საქართველოს მიმართ, არამედ სხვა ქვეყნების მიმართ და უფრო ტრანზაქციულ ხასიათს ატარებს, ხო, ანუ ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გეოპოლიტიკური არჩევანი უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ქვეყნის შიდა პოლიტიკა და დემოკრატიული საკითხები, იმიტომ რომ ეს მიდგომა ზოგადად შეიცვალა და ეს დემოკრატიის საკითხები გარკვეულწილად უკანა პლანზე გადაიწია ამერიკის საგარეო პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, გზავნილი რუბიოს მხრიდან გასაგები არის, მათ უნდათ, რომ შეიცვალოს ზოგადად საქართველოს ხელისუფლების მიდგომა რიგ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა რა დათქმებზე იყო საუბარი და რა ფორმით უნდა მოხდეს ამ ქცევის ცვლილება, ხო, ეს უკვე ალბათ გამოჩნდება შემდეგი თუმცა ეს დათქმები, ნიკა, თუმცა ეს დათქმები, რაღაც დათქმები, ხო? და მნიშვნელოვანი დათქმები არ მგონია, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად გეთანხმებით შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციის ტრანზაქციულობაში მათ შორის, ხო, არ მგონია, რომ მხოლოდ ამერიკის სახელმწიფო ინტერესზე იყოს დაფუძნებული. მე გეთანხმებით, რომ უმთავრესი ასაკურველი ამერიკის ინტერესია, ამერიკის გეოპოლიტიკური ინტერესია, მაგრამ ქართული ოცნების ლიდერების ეს ამგვარი პოლიტიკა, რომ
მე მაღიარეთ და რასაც მინდა გავაკეთებ შიგნით, მინდა რეპრესიებს მოვაწყობ, გავაგზავნებ და ასე შემდეგ. ამერიკისთვის ეს თლად მისაღები მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესია თლად პირველი, ბოლომდე მისაღები არ იქნება. გაღიარებთ, მაგრამ შეუნდა იყო ადეკვატური გეოპოლიტიკურ ვითარებაში და შიდა ვითარებაშიც. სწორედ ეს აღინიშნა იმ განცხადებაში, რომელიც გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში დელეგაციის ვიზიტის გამო, რომ მათთვის მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა და სტაბილური ვითარება. შესაძლოა ახლა ქვეყანაში იყოს ავტორიტარიზმი, მაგრამ ეს ავტორიტარიზმი უნდა იყოს სტაბილური. შესაძლოა ქვეყანაში იყოს დემოკრატია, მაგრამ ეს უნდა იყოს სტაბილური. ანუ მარტივად რო ავნიშნოთ, ეს სტაბილურობა უკვე აძლევს ამერიკას საშუალებას, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯი და იცის, რომ მის ნაბიჯებს რაიმე საფრთხე არ შეექმნება, იგივე ინვესტირების კუთხით, ხო, ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ ამერიკულ ინვესტიციებზე, ის ამერიკული ინვესტორები თავისი ქცევიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ხო, ანუ ასეთი ტიპის ნაბიჯებს, რაც ეხება ინვესტიციებს და ფულის ჩადებას სხვა ქვეყანაში, განსაზღვრავენ ქვეყანაში არსებული სტაბილურობის მაჩვენებლით და სხვა კრიტერიუმებით. აქედან გამომდინარე, აქ უკვე ქვეყნის მართლობის სისტემა მეორეხარისხოვანი ხდება, თუმცა მთავარი სტაბილურობა ხდება. თუმცა დღევანდელ სიტუაციაში ეს სტაბილურობა საქართველოში არ არის, რაც დღევანდელ საქართველოში არ არის სტაბილურობა, მათ შორის იმიტომ რომ დემოკრატია არ არის ქვეყანაში. ხო, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ კავკასიის კიდევ ერთი სახელმწიფო. დასაკვირველია კავკასიის სახელმწიფო ვართ, მაგრამ არა ვართ კავკასიის კიდევ ერთი სახელმწიფო აზერბაიჯანის მსგავსი. იქ სტაბილურობა არის, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ დემოკრატია არ არის და ალბათ არც იქნება გარკვეული პერიოდი მაინც. საქართველოს დიახ, ეხლა გავრცელდა საინტერესო ინფორმაცია, რომ ამერიკული კომპანიები გეგმავენ 8 მილიარდი დოლარის ინვესტირების განხორციელებას აზერბაიჯანში, კერძოდ ენერგეტიკის სექტორში, საუბარია Chevron-ზე, Exxon-ზე და სხვა, ასე ვთქვათ, ამერიკულ გიგანტებზე და ესეც გარკვეული გამოხატულებაა ამერიკის ეროვნული ინტერესების ჩვენი რეგიონის მიმართ და შესაბამისად ჩვენი რეგიონის მიმართ, ოღონდ იქ არის სტაბილურობა, მიუხედავად იმისა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, აქ აზერბაიჯანი უბრალოდ მე მინდა კარგად ავხსნა თქვენს და მეც ავხსნი შესაძლებს და ყველათ, რომ აქ აზერბაიჯანის მსგავსი არადემოკრატია არ გამოვა, მათ შორის იმიტომ რომ ამ ქვეყანას მეტი ტრადიცია აქვს დემოკრატიის, თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია აქვს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ ჩემი რემარკა ქართულოსნებას ვინც ის და უნდა კიდეც აქ მსგავსი ქვეყნის გაკეთება, მაგრამ ეს არ გამოვა, მათ შორის საზოგადოების დამოკიდებულების ამ ქვეყნის აღქმის მიმართ. ოპოზიციის ჩართულობა ზუსტად ამასთან დაკავშირებით მახსოვს ადრე მითხრეს, რომ ბელორუსის სცენარი საქართველოსზეო რამდენად იმუშავებსო და ნუ ამ შემთხვევაში სამი მდგენელი არსებობს, რატომ თქვა საქართველო ვერ გახდება ბელორუსია, თუმცა ამაზე მოგვიანებით შეგვიძლია ვისაუბროთ და ვისაუბროთ, ძალიან საინტერესო, კამბეც მიჩქვავს არაერთხელ აი ამ კამათისთვის არა, პირიქით თუ დამეთაქმები სამი მდგენელი არის, ნუ რა თქმა უნდა, ხა ისტორია აღნიშნეთ და ეგ მნიშვნელოვანი გარემოება არის. პლუს ამას, როდესაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო, აღადგინა თავისი დამოუკიდებლობა ბელორუსისგან განსხვავებით, ხო, ანუ საქართველოში ავად თუ კარგად ჩვენ გქონდა დემოკრატია, თავისუფლება და სიტყვის გამოხატულება, ხო, მიუხედავად იმისა, რა სიტუაციაში ცხოვრობდით, იგივე სამოქალაქო ომი, მაღალი კორუფციის დონე, შევარდნაძის დროს 90-იანებში, ხო, ანუ ამის მიუხედავად ჩვენ ყოველთვის ჰქონდა იმის ფუფუნება, ასე ვთქვათ, რომ გამოგვეხადა ჩვენი აზრი და დაგვაფიქსირებინა ჩვენი პოზიცია და ამ 35 წლის განმავლობაში არაერთი თაობა გაიზარდა, რომელიც გაიზარდა თავისუფლებაში, ხო, ანუ დაიბადა, გაიზარდა თავისუფლებაში და მათთვის ეს ავტორიტარული ტიპის მმართველობა არ არის, ასე ვთქვათ, ბუნებრივი. რასაც ვერ ვიტყვი ბელარუსზე, იმიტომ რომ ბელარუსმა, როდესაც აღიდგინა დამოუკიდებლობა, მასში მაგ პერიოდიდანვე უკვე მან ავტორიტარული სისტემა მყარდებოდა და შესაბამისად ეს თაობების ცვლა მან არ მოხდა, თავისუფალი თაობების ცვლა. მეორე მდგენელი ეს არის ეკონომიკური მდგენელი, იმიტომ რომ ახლა ბელარუსის მაგალითზე ბელარუსის ეკონომიკა საკმაოდ ძლიერი არის, თვითკმარია მიუხედავად გარკვეული სანქციებისა და მას შეუძლია სახელმწიფოს შენახვა, სახელმწიფოს
ფუნქციონირება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ჩვენთან არ არის, იმიტომ რომ ჩვენ რო საბოლოო იზოლაციაში მოვყვეთ და ღმერთმა არხნას სანქციები ეს დაწესება მოხდა ჩვენს ეკონომიკურ სექტორზე, ხო, ანუ ეს ფაქტობრივად ჩამოშლის ჩვენ ეკონომიკას და ძალიან ძიმე მდგომარეობაში დაგვაყენებს და მესამე მდგენელი ეს არის იდეოლოგიური მხარდაჭერა. ზოგადად რეჟიმების მუშაობის წარმატება დამოკიდებული არის გარკვეულად მათ იდეოლოგიურ მხარდაჭერაზე საზოგადოების მხრიდან, თუმცა დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ოცნებას როგორც პარტიას დიდი იდეოლოგიური მხარდაჭერა ქონდა. შესაძლოა მან რაღაც ინტერესების კვეთა იყოს და ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ მას მხარს უჭერენ, მაგრამ რასაც ქვია იდეოლოგიური მხარდაჭერა არ ვფიქრობ, რომ იმ რაოდენობის იყოს, რაც დაეხმარება მას ავტორიტარიზმის მიღწევა. შესაბამისად ეს სამი მდგენელი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სიტუაციის შეფასების დროს და იმაზე საუბრისას თუ რამდენად შესაძლებელია საქართველოში ავტორიტარიზმის დამკვიდრება. ერთი დოფსვა დაუბრუნდეთ თუ არ მიწყეთ თქვენ რუბიოს და ასევე კონტექსტში ვილსონის გზავნილებსაც. რუბიო დაეთანხმა ვილსონს, როდესაც ამ უკანასკნელმა ბრძანა, რომ საქართველოში არის ეს პროირანზე ორიენტირებული და ჩინეთზე ორიენტირებული ხელისუფლება. კარგი, სხვანაირად დავსვამ კითხვას, ან სხვა კითხვას დავსვამ. აღითმავს კი რუბიოს გზავნილებს ადეკვატურად შეხვდება თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლება. და საერთოდ ვინ არის ეს ქართული ოცნების ხელისუფლება? ერთია, როდესაც მეც მათ შორის კომენტარს ვაკეთებ ხოლმე რომელიმე დეპუტატზე, რომელიც რაღაცას ამბობს. ცხადია, შემუშავებული მესიჯბოქსია ეს ყველაფერი, სადღაც დაიწერა, სადღაც დატესტეს, შესაძლოა არ დატესტეს, მოკლედ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ასე უპასუხოთ, მაგრამ არის კი რიგითი დეპუტატი, ან არ არის დეპუტატი ქართული ოცნება, იქნება და მთავარი სიტყვის თქმელი ვინც არის, მას უნდა დაველოდოთ, ანუ ბიზიდა ივანიშვილს, რომელსაც არაერთხელ წარსულში უთქვამს ისეთი რამ, რაც პრინციპში მოსალოდნელი არ იყო, უფრო ზუსტი რომ იყო, მანამდე სხვა რამეს ამბობდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, ერთი დღით ადრე, ორი დღით ადრე, ერთი საათით ადრე შესაძლოა და უცებ გამოსულა ბიზიდა ივანიშვილი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიუღია. აკებდნენ ღარიბაშვილს და ივანიშვილს მოუხსნია ღარიბაშვილი, აკებდნენ კვირიკაშვილს და ივანიშვილს მოუხსნია კვირიკაშვილი. და სხვების გახსენებაც შეიძლება, არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრების, არამედ სხვებისაც. ლილუაშვილს საერთოდ თანამდებობაში სთავაზეს სუსის უფროსი რო იყო იმ კაცს. მინისტრი უნდა გამხდარი იყო თუ არ ვსწრები სახელმწიფო მინისტრი, უარი თქვა და მე დაიჭირეს რაღაც პირობიათ ორ კვირაში. აი თქვენი პოზიცია მასთან დაკავშირებით. ხო, კითხვის პირველ ნაწილს რო დაუბრუნდეთ, ზოგადად ქართული ოცნება დღეს დგას გარკვეული, სავარაუდოდ დგას გარკვეული დილემის წინაშე. რო შევხედოთ ამერიკასთან ურთიერთობების ადგენის და გადატვირთვის სურათს, ეს ერთი მხრივ არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, თავი რო დავანებოთ პოლიტიკურ მდგენელს, თუმცა მეორე მხრივ ქართული ოცნების პირადი ინტერესიც არის, რომ ამერიკასთან ადგენს ურთიერთობები. ასევე ოცნება ხედავს, რომ თუ კიდევ უფრო გაიზარდა ამერიკის გავლენა რეგიონში და ინტერესები, ხო, შესაბამისად ამერიკის პოზიციაც და ზოგადად ქცევებიც უფრო ხისტი გახდება და უფრო, ასე ვთქვათ, მკაცრი ვიდრე ეს დღეს არის. მეოდა ოცნება ამას კარგად ხედავს და ის ასევე ხედავს, რომ ეს მის ინტერესებში შედის, ანუ პარტიულ ინტერესებში შედის ამერიკასთან კარგი ურთიერთობები. მაგრამ მეორე მხრივ არსებობს დილემა, რომ ეხლა რომ ქართული ოცნება გარკვეულ დათმობებზე წავიდეს და უკან გაადგას ნაბიჯები, ხო, ანუ ელექტორალურად შესაძლოა ის ფიქრობდეს, რომ ის მას სისუსტეს გამოავლენს და შესაბამისად ეს მომენტიც არსებობს. აქედან გამომდინარე, თუ რეალურად ეს დილემა არსებობს, ხო, ანუ საით გადაიხრება ეს გადაწყვეტილება, მაგას ალბათ უახლოეს თვეებში ვნახავთ. რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, ხო, ანუ ჩვენ კარგად ვიცით, თქვენ სწორედ აღნიშნეთ ეს რამდენიმე кейსი, ხო, ანუ დღეს შეიძლება ჩვენ ერთ მესიჯს ვისმენდეს ქართული ოცნების მხრიდან, თუმცა ხვალ რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული. ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, იმიტომ რომ ვიცით, რომ გადაწყვეტილებების მიღება საქართველოს ხელისუფლებაში ძალიან ვიწრო წრეების და ზოგ შემთხვევაში ინდივიდების
ჩართულობით ხდება. აქედან გამომდინარე, ხო, ანუ ალბათ შემდეგი 1 ან 2 თვე იქნება განსაზღვრელი ოცნების ქცევიდან ჩვენ დავინახავთ რა მიმართულებით მიდის, რა ტრაექტორიით მიდის და ვფიქრობ, რომ უფრო თვალსაჩინო მხოლოდ და მხოლოდ აი ამ გარკვეული ნაბიჯების მერე გახდება რა ბედი ეწევა ზოგადად საქართველოს ამერიკის ურთიერთობებს. ასევე ალბათ ერთ-ერთი ინდიკატორი იქნება თუ ოცნება წავიდა ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვისკენ და გარკვეულ დათმობებზე წავიდა და სიტუაციის გაჯანსაღებისკენ გადადგა ნაბიჯები, ერთ-ერთი ამის ინდიკატორი ალბათ იქნება სამთავრობო ცვლილებები. სამთავრობო ცვლილები, რომლებზეც მუდმივად ვლაპარაკობ, თუმცა აგრეთვე და აქ უკვე რუბიოს ნაკლებად ვახსენებ და უფრო სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ვახსენებ, ანუ რუბიოს გუნდის წევრებს, რომლებიც იმყოფებოდნენ საქართველოში 25 მაისიდან თუ არ ვცდები 28 მაისიდან, 24 მაისიდან. შიდა დემოკრატიის კუთხითაც ამ ხელისუფლებამ უნდა გადადგას რამდენიმე ისეთი ნაბიჯი, მაგალითად, კანონების ნაწილის შემსუბუქება არ გაუქმება, რომლებიც მიღებულია მათ მიერ. მაგალითად, საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც შეტანილი აქვს პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუ უნდა გამოიხმონ, ან საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმიჩნევოს და ოცნებად რომ არ აწყობს ფორმალურად კონსტიტუციაში, ისეთი განაცხადება უნდა მიიღოს, ანუ დატოვოს ეს პარტიები, არ აკრძალოს ეს პარტიები. ან კიდევ ვსვათ, ან და კიდევ პატიმრების ნაწილის რაღაცა სამართლებრივი ფორმით შეწყალება. ხო, რაც ამნისტია პირობითად. რაღაცა სამართლებრივი ფორმის მონახვა და პრეზიდენტ ყავენაშვილის მიერ აქის გამოცემა, ასე მაგალითად შეწყალებისათვის. თუ ამას არ ასხივებს ხელისუფლება, უნებრივია რომ ოპოზიციას არ გამოასხივებს თანამშრომლობის სურვილს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებაში ნათქვამი იყო, ხაზგასმით იყო ნათქვამი ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე, იყო საუბარი ჩართულობაზე, თანამონაწილეობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ თუმცა თქვენ ჩხუბობთ და თქვენ ძლიერი ხელისუფლების წარმომადგენელი, თუ თქვენგან არ დავინახავ რაღაც კომპრომისულ ნაბიჯებს, ამ შემთხვევაში მეც გავჯიხურდები და არანაირ ურთიერთობას არ დავიწყებ. თქვასაქმე ოპოზიციას რა შესაძლოა თქვენი შეფასებით ყოველთვის რა შეცდომები დაუშვიათ, რა მინუსები აქვს, მაგრამ პირველ ყოვლისა პასუხისმგებლობა ის ხელისუფლებაზეა. რა თქმა უნდა, ხა დღევანდელ სიტუაციაზე დიდწილად ხელისუფლება არის პასუხისმგებელი, იმიტომ რომ ოპოზიცია ხო ვერ შეცვლის ამ კანონებს, ოპოზიცია ხო ვერ გააჯანსაღებს არსებულ სიტუაციას. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში მთავრობამ უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს, შემცირდეს პოლარიზაცია და ჩამოყალიბდეს ქვეყანაში ისეთი გარემო, რომელიც გამოაცოცხლებს პოლიტიკურ პროცესს და უკვე ამ მოცემულობაში ოპოზიცია უნდა ჩაერთოს ამ პოლიტიკურ პროცესში გაჯანსაღებულში და წარმომადგენლობაზე არის ხო საუბარი, ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ წარმომადგენლობაზე, ოპოზიციამ რომ გამოიყენოს თავისი, ასე ვთქვათ, მანდატები და ამ ინსტიტუტებში ჩაერთოს ინსტიტუტების მუშაობისთვის, ამისთვის ლოგიკური კითხვა იბადება, რომ რა გვჭირდება ხო და რა გვჭირდება და ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მაგის გარეშე ხო ვერ მოახერხებს უშუალოდ ოპოზიცია თავისი, ასე ვთქვათ, მხარდამჭერი ხმების რეალიზაციას, ხო, აქედან გამომდინარე, თუ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა და არ გაკეთილშობილდა, მოდით ასე ვთქვათ, სიტუაცია, ხო, ანუ ოპოზიციაც ვერ შეძლებს ამ პროცესში ჩართვას და ათვისებას იმ შესაძლებლობების, რაც რეალურად არსებობს პოლიტიკურ ფლანგზე. უბრალოდ აქ ერთი მომენტი არის რა, ანუ ოპოზიციას არ უნდა განიხილებოდეს როგორც ქვეყნის მტერი, იმიტომ რომ რეალურად თუ ჩვენ გვინდა ფუნქციონალური დემოკრატია, ამ მოდელში, რა თქმა უნდა, ოპოზიციას მნიშვნელოვანი როლი გააჩნია და ამის გარეშე დასავლური დემოკრატიის იდეა არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ამის კარგი, ასე ვთქვათ, გაანალიზება უნდა მოხდეს და შესაბამისად ეს მოცემულობა თუ არ დადგა, ჩვენ რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ შევცვლით იმ გარემოს, რა გარემოს დღეს არის საქართველოში. შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები სულ ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ 2028 წლამდე არჩევნები როგორც ასეთი არ იქნება და ოპოზიცია უნდა მოემზადოს 28 წლისთვის ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც გაუქმებული არ იქნება ამასობაში, ამაზე აკეთებენ აქცენტს. აი ახალი რეალობის გათვალისწინებით სახელმწიფო მდივნის განცხადებასაც, მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთა განცხადებასაც გულისხმობ უპირველეს ყოვლისა, სადაც ეს აქცენტები იყო, ეს უკანასკნელი აქცენტები იყო და
გამორიცხავთ კი რომ სწორედ დამფუძნებელი მამა ბიზნეს ივანიშვილი ქართული ოცნების დამფუძნებელი მამა იტყვის დაახლოებით შინაარს გაგაცნობთ აი მოდელირებას მოვახდეთ არსებული რეალობის გათვალისწინებით მათ შორის იმიტომ რომ გადაიტვირთოს პოლიტიკა ჩვენ სინამდვილეში მოდი ყველას აბსოლუტურად მივცემთ შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღოს 27 წელი ამოვარდილი იმიტომ რომ რიგარეში არჩევნები როგორც მეხვდები ვეღარ გაიმართება 2026 წლის პირობიდან 18 ოქტომბერს არჩევნებში და ეს თქواس უახლოესი ერთი თვის მაგალითად ერთი თვის განმავლობაში მესმის რომ ჰიპოთეტური მსჯელობაა ეს და ეს რაღაცა იმპერატორული მსჯელობა არის ვერ იქნება ვერანაირად თუ რაღაც ვერსია უნდა განვაკეთოთ მაგრამ მაინც თქვენი აზრი გამორიცხავთ კი რომ ეს მოხდეს ზოგადად ბოლო 35 წლის განმავლობაში რო შევაფასოთ ქართული პოლიტიკა მე არაფერს არასდროს არ გამოვრიცხავ ქართულ პოლიტიკაში იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს თუმცა თავარი კითხვა იბადება იმაში რომ ჩვენ ასევე ნახეთ რომ უყურებთ ბოლო თვეების განმავლობაში რომ ოპოზიცია ციტყავს რიგარეში არჩევნებს ხო მაგრამ სიტყვაზე აი თქვენ პათოს რომ დაუბრუნდე ხვალ გამოაცხადეს არჩევნები რომ ოქტომბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები თვითონ ოპოზიცია რამდენად მზად იქნება აი ამ რამდენიმე თვის განმავლობაში რომ ერთი მხრივ მოემზადოს არჩევნებისთვის და მეორე მხრივ მოახდინოს რესურსების მობილიზაცია იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ საქართველოს რეალობაში რესურსებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არჩევნებში მონაწილეობაზე და აი რამდენად შეძლებს ამ პირობებში ოპოზიცია მოძლიერებას და იმ შედეგზე გასვლას, რა შედეგიც ვთქვათ, მათ უნდათ, ხო, ეს ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. აქედან გამომდინარე, რიგარეში არჩევნები შეიძლება რაღაც კონტექსტში ქართული ოცნებისთვის უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე ოპოზიციური სპექტრის. იქა დაგეთახმებით, ან დაგეთახმებოდით, რომ არ კონდეს შეგრძნება, რომ ამ ლოგიკით, რასაც თქვენ გამბრძანებთ, არ გეკამათებით ოღონდ. ვერ 28 წელს ამ პირობებში, ამ დინამიკით, ამ მარწუხებში, ამ ვითარებაში, 28 წელს ვინიცის და იქნება უფრო მეტადაც ვერ შეძლებს ოპოზიცია ფინანსების რესურსების მოძებნა. თუ ხელისუფლებამ გააგრძელა მარწუხების მოჭერა, თქვენ არ ხართ შეპარტიაც არ ხართ ჯერ საქართველოს, მაგრამ ყველაზე პარტიად დარეგისტრირდებით და მზეგ ერთი კვირის თავზე პირობითად ცხადია. შეიძლება თქვას, რომ იცით რა არის? თქვენზე თქვას უშუალოდ, რა წარმოუდგენელია, მაგრამ მაინც ეს კაცის, ეს ახალგაზრდა კაციც არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, იმიტომ რომ და თქვა რომ 2011 წელს ამას აკეთებდით. მაგალითად არ ვიცი რა საკეთებდით გულახდილად გეტყვით მაგალითად თუ სტუდენტი ხართ საჭიროა სტუდენტი არც იყავით მაგრამ იმ მოხადად მაგრამ მოკლედ ამ მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ რამეზე ვიქტორ იფიანი ნამდვილად იყო რაღაც აღარ იყო სტუდენტი და დამთავრებული ჰქონდა და თქვენს ლიდერზე თქვას რომ ეს კაცი არის აი ნაციონალური ეს რეპლიკის სახით ბოდიში თუ სხვა თემას შეეხება ჩემი კითხვა ამასობაში თქვენ 8 მილიარდიანი ინვესტიცია ახსენეთ აზერბაიჯანში არადემოკრატიულ აზერბაიჯანში მაგრამ დღესდღეზე დღეს 4-ია, 3 დღეში. და თქვენი პარტია განსაკუთრებით აქტიური ამ თვალსაზრისით და თქვენი პარტიის ცალკეული ლიდერები ძალიან კომპეტენტურები არიან, აქვე აღნიშნავ თქვენი ჩათვლით. თქვენი ლიდერობით. სომხეთში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. კავკასიისთვის მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის ხომ მნიშვნელოვანი. აი შემი ფასეთ სომხეთში არსებული ვითარება, რა პერსპექტივა ელის სომხეთს და რამდენად დიდია რუსეთის რევანშის შანსი არა მაინც და მაინც შვიდში, არამედ მთელ ამ პროცესში, იმიტომ რომ ეს კიდევ გაგრძელდება იქ რეფერენდუმის საკითხია, იქ ბევრი კონკრეტული გამოწვევა ელის ამ მეზობელ სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, სომხეთის არჩევნებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ მთლიანი რეგიონისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ ბოლო პერიოდში რუსეთის გლობალური, მოდით ასე დავარქვათ, გლობალური გავლენების შემცირების ტენდენციას როგორც ლათინურ ამერიკაში, ასევე ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და რაც თავარია ჩვენს რეგიონში, იმიტომ რომ თუ გადავხედავთ აზერბაიჯანის და სომხეთის ურთიერთობებს რუსეთთან, ჩვენ ვნახავთ, რომ ეს ურთიერთობები იცვლება, რუსული გავლენები, ტრადიციული გავლენები, რაც 10 წლეულები არსებობდა ამ ორ ქვეყანაში, მნიშვნელოვნად შემცირებული არის და ფაქტობრივად ფაშინიანის გამარჯვება საბოლოოდ მოახდენს ქვეყანაში ასე ვთქვათ, აი სწორედ ამ სტაბილურობის
სტაბილურობის როგორც იტყვა ჩაბეტონებას იმისთვის რომ რუსეთის გავლენები მინიმუმამდე დავიდეს. რა თქმა უნდა ბოლომდე ეს გავლენები ვერ გაქრება გარკვეული გარემოებების გამო, მათ შორის გიუმრის სამხედრო ბაზის გამო, თუმცა ფაშინიანმა თუ მოახერხა ასე ვთქვათ ძალაუფლების შენარჩუნება, გამარჯვება პირველ რიგში არჩევნებში და ამ სტაბილური პოლიტიკური გარემოს შექმნა, ეს ბევრ რაღაცა შეცვლის რეგიონში და ზოგადად დადებითი ტენდენცია ექნება. რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებში შედის, ეროვნულ ინტერესებში შედის, რომ ფაშინიანმა არ გაიმარჯვოს, თუმცა გამარჯვების შემთხვევაშიც მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ჩარევები შესაძლოა მოხდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, მაგალითად რაღაც ტიპის პროვოკაციები იგივე ვთქვათ ინსპირირებული პროტესტები და ასე შემდეგ, რომ ეს შიდა სიტუაცია აერიოს, თუმცა პირველ რიგში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს არჩევნებში გამარჯვება, იმიტომ რომ რუსეთი ფაქტობრივად სომხეთშიც დამარცხდება თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება და აქ მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ერთიან ჭრილში, ხო, ანუ ეს პროცესები ძალიან დინამიურად მიმდინარეობს და საბოლოო ჯამში თუ რა თქმა უნდა დასავლეთის ნებაც იქნება, დასავლეთის ჩართულობაც გაიზრდება და რუსეთის გავლენების ტენდენციები გააგრძელებს შემცირებას ჩვენს რეგიონში, საქართველოც უკვე ამაში ავტომატურად მოყვება და ყველანაირი რაღაც ტრაექტორიის ცვლილებებიც ალბათ ვერ იქნება ეფექტური ამ ერთიანი ტალღის წინააღმდეგ. ავტომატურად მოყვება თქვენ პრაქტიკულად ბოლო თქვა ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ აი ამ სიტყვას ხშირად ვიშველიებთ ხოლმე თქვენს მაღალი ალბათობით და მე ნამდვილად რომ ავტომატურად ისევ ამ სიტყვას ვიყვი იზიდა ივანიშვილი გახდება ადეკვატური. გარშემო თუ ყველაფერი ესე გეოპოლიტიკური, ტექტონიკური ძვრებია, სამხრეთ ამერიკა ახსენეთ, ახლო აღმოსავლეთი ვახსენოთ, ცენტრალურ აზიას აღაქცევთ თითქოს ყურადღებას, მაგრამ იქაც საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. თაც ამერიკის ჩართულობა იზრდება, გარკვეული ამერიკის ჩართულობა სადაც იზრდება, კავკასიის რეგიონი ხო თავისთავად საქართველოს ვერ დარჩება, მე მესმის საქართველოს არ არის ბელარუსი არც ისე და არც ასე, გეთახმებით. მაგრამ ვერ დარჩება კავკასიის ბელარუსთან რუსეთის მოკავშირეობის კუთხით ვახსენებ ახლა ამ სახელმწიფოს. მოკლედ ივანიშვილი ვერ იქცევა ლუკაშენკად მრავალ ფაქტორთა გამო და მასაც მოუწევს სწორი შეფასება, მასაც მოუწევს იმოდი შეფასება სიტყვისთვის ადეკვატური თამაში. მისიც მიხვდება რომ ახლა უკვე გაჯიქურების, შესაძლოა ახლა ვერ მიხვდეს რუბიოს განცხადების კვალდაკვალ, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა მიდგომები კიდევ უფრო აქტიური იქნება, კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. საქართველოს რო კავკასიაზე ლაპარაკობს, კავკასია საქართველოს გარეშე კავკასია არ არის. 2/3 კავკასიის არ ნიშნავს 3/3 კავკასიის რეგიონის. ანუ აზერბაიჯანი სომხეთი გავიგე, მაგრამ საქართველოს უმნიშვნელოვანესი ქვეყანა იყო და დღესაც არის. აი, წელი კითხვა აპოსოად ჩემი რაღაც რეპლიკებია თუ რემარკებია. თქვენი აზრი. აქ ერთი მნიშვნელოვანი კი სწორად ბრძანეთ ეს საერთო ტრენდი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი დგენელი იქნება ქართული ოცნების გადაწყვეტილებების და ქცევის კონტექსტში, თუმცა აქ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზეც, იმიტომ რომ უკრაინამ ეს ომი უნდა მოიგოს, საბოლოო ჯამში რუსეთი უნდა დამარცხდეს და შესაბამისად ეს მთლიანი გეოპოლიტიკური პროცესი რუსეთის განდევნის რეგიონიდან და რაღაც კონკრეტულ ჩარჩოებში მოქცევის და რუსეთის დასუსტების ხო არ ნუ ერთიანი დადებითად იმოქმედებს. ასევე დამოვიწყდა აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია ჩანს, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ამერიკას ჰქონდა გარკვეული ინტერესები სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით, მაგრამ არა ისეთი, როგორიც დღეს აქვს. იმიტომ რომ საქართველოს რა თქმა უნდა ყოველთვის იყო დასაყრდენი, თუმცა საქართველოს იქით აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც ჰქონდა გარკვეული ტიპის ურთიერთობები, მაგრამ ამ დონის რაც დღეს არის, ხო, ანუ ეს არასდროს ასეთ ნიშნულზე არ ყოფილა, თუმცა დღეს ჩვენ ხედავთ რადიკალურ ცვლილებას ამ პროცესის უშუალოდ არა კონკრეტული ქვეყნების, არამედ რეგიონის მიმართ გაჩნდა ამერიკის ეროვნული ინტერესები, შეგვიძლია დავუკვირდეთ ეს ტრანზაქციული ინტერესები, მაგრამ ფაქტია, რომ ინტერესი არსებობს და ზოგადად ეს ერთიანი გეოპოლიტიკური ჩარჩო შეიკრას ჩვენს რეგიონში საქართველოს გარეშე ეს ვერანაირად ვერ მოხდება, იმიტომ რომ საქართველოს ყოველთვის მნიშვნელოვან როლს გაწევს ერთიანი სამხრეთ კავკასიის
ჭრილში აქედან გამომდინარე თქვენ სწორად ბრძანეთ რომ აი თუ მოვლენები განვითარდა ამ სცენარით რომ რუსეთი დასუსტდა უკრაინაში და უკრაინამ გაიმარჯვა ასევე ეს ინტერესი უფრო აქტიური გახდა ეხლა საერთოდ 8 მილიარდზე ქონდა საუბარი ხო ანუ უკვე ისეთი გეოპოლიტიკური რეალობა შეიქმნება რომ სხვა შეიზღუდება უშუალოდ ეს რაღაც ტრაექტორიული საკითხი საგარეო პოლიტიკური და უკვე მოუწევს ქართულ ოცნებას გარკვეულ ჩარჩოებში ჩაჯდომა თუმცა მე ვფიქრობ რომ ეს გაცილებით უფრო მალე უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ეს გეოპოლიტიკური პროცესები ისე ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და ის შესაძლებლობების ფანჯრები, რაც ახლა იხსნება ძალიან აქტიურად ჩვენს რეგიონში, უნდა აუცილებლად გამოვიყენოთ. ახლა თითქოს ეს მატარებელი ნელ-ნელა დაიძრა, მიდის, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი, რომ შემოვახდეთ და იმ სიკეთეებით ვისარგებლოთ, რა სიკეთეებიც გვეძლევა ჩვენ ამ პროცესებიდან გამომდინარე. აქედან ასე რომ ვფიქრობ, რომ ოცნებაშიც ალბათ ხვდებიან ამას და შესაძლოა მე მაინც პოზიტიურად ვფიქრობ, რომ გარკვეული ნაბიჯები ისეთი ნაბიჯები გადაიდგას, რომ ჩვენ ამ მატარებლის მიღმა არ აღმოჩნდეთ. ნიკოლო ხაპიაშვილი ჯერ საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი იყო, ჩემი სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა ნიკა, სრულფასოვანი და სრულყოფილი, ან ძალიან საინტერესო ანალიზისათვის წარმატებას გისურვებთ უშუალოდ თქვენ ჯერ ახართ პოლიტიკური გუნდი, ამიტომ ესე უნდა მეთქვა, მაგრამ ვერ ვამბობ მეორე მხრივ, მოკლედ თქვენს გუნდს ასე ვიტყვით, რა დღეს ეს უახლოეს ბოლოს გვაქვს ყრილობა, მანამდე ჩვენ ვატარებთ თემატური შეხვედრების სერიებს საზოგადოებასთან და ჩვენს მხარდამჭერებთან. უკვე ერთი შეხვედრა ჩავატარეთ ჩვენ ეროვნული უსაფრთხოების თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით. ეხლა შაბათს გვაქვს შეხვედრა ეროვნულ ეკონომიკურ საკითხებზე და ეს რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, მე გვექნება საგარეო პოლიტიკა, განათლება, მართლმსაჯულება და ასე ვთქვათ, ამ შეხვედრების დაგვირგვინება უკვე იქნება ჩვენი ყრილობა, რომელიც ჩატარდება სავარაუდოდ ივნისის ბოლოს. კონკრეტული რიცხვზე ჯერ ვერ გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ივნისის ბოლო რო იქნება, ივნისში რომ მოხდება ეს ყველაფერი, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ თქვენს გუნდს და მადლობა იმ ანალიზისთვის, რომელიც შესთავაზეთ ჩვენს მაყურებელს. გამარჯვებას გისურვებთ, მადლობა. დიდი მადლობა, წარმატებები. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.